მოგესალმებით, ვიწყებთ სკოლათაობის პოდკასტი მეტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს და განსაკუთრებული ეპიზოდი გვაქვს, ვინაიდან შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან და საკმაოდ საკითხს, როგორიცაა სკოლის და მშობლის ურთიერთობა, მშობლის თვალით დანახული სკოლა როგორია, რა მოთხოვნები აქვს თანამედროვე მშობელს, თანამედროვე სკოლის ათვის ან სკოლაზე და ასე შემდეგ. მოკლედ მშობლისა და სკოლის ურთიერთობის საკითხებს შევეხებით. ამ საკითხს დასასაუბროდ მოვიწვეთ და დიდი მადლობა რომ დაგთანხმდა ჩვენი სკოლის გამოცდილ მშობელი თეა კვარაცხელია, რომელიც გარდა იმისა რომ მშობელია, დღეს უბრალოდ მშობლის როლში არის წარმოდგენილი, არის ძალიან კარგი მოქალაქე, ძალიან თანმიმდევრული ადამიანი და მისი როგორც მოქალაქის პოზიციაც ძალიან საინტერესო იქნება ზოგადად გაათვლების საკითხებისადმი. მადლობა რომ დაგთანხმდი. მადლობა თქვენ. ხო, მოგეთ ეს გამხსნელი შეკითხვა ასეთი მექნება, აი როგორ ხედავ სკოლის როლს დღეს თანამედროვე ბავშვის ცხოვრებაში, შენ როგორც მშობლის მოთხოვნა სკოლისადმი რა არის, აი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სკოლა შენი აზრით? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო და ესეთი გამოწვევა ეს ჩემთვის მინდა გითხრათ და მოხარულია რომ აქ ვარ. რა არის სკოლა? დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ სკოლა არის პირველი დიდი საზოგადოება, სადაც ბავშვს უწევს ფეხის შედგმა და ადაპტირება ამ საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ბავშვს დახვდეს მშვიდი, უსაფრთხო გარემო, ეს არა მხოლოდ ბავშვისთვის, მშობლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. და აქ ისწავლოს მან ურთიერთობა, დამოუკიდებლობა და სკოლიდან მოსული ბავშვი ყოც უნდა იყოს ძალიან ლაღი და ბედნიერი. სიხარული უნდა გამორბოდეს და აკეთებდეს იმას, რაც იქ დახვდება სიხარულით. მასწავლებელი როგორც პიროვნება ბავშვისთვის უნდა იყოს ავტორიტეტი და ის საყვარელი ადამიანი, ჩვენ ახლა გულისხმობთ პირველივე კლასიდან საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. დახვდეს სკოლაში ბავშვს ადამიანი, ვინც მშობლის როლს შეუსრულებს იქ, სადაც ის არის. ამიტომ სკოლას უნდა ქონდეს კიდევ ერთხელ გამეორები, უსაფრთხო მშვიდი გარემო, ეგ არის ყველაზე დიდი მოთხოვნა მშობლის. პირველი კრიტერიუმი ეგ გეთანხმები აბსოლუტურად. განათლების ფსიქოლოგებიც მოგასაუბრებენ, რომ პირველ რიგში ბავშვმა თავი სკოლაში უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ და მშვიდად, ხო, კეთილგანწყობილი გარემო უნდა იყოს და სკოლას ხშირად ამბობენ, რომ სახლის გაგრძელება უფრო მეტადაა სკოლა, ხო, პირველ რიგში ეს გარემო არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, რომ აღიარებულად იგრძნოს თავი დაფასებულად. თუმცა სიტყვა ავტორიტეტი ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი, ავტორიტეტში რა მნიშვნელობას დებს შენ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ავტორიტეტი, ამაში რა იგულისხმება, ურთიერთობა, როგორ უნდა იყოს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შენი აზრით? აბსოლუტურად პირველ რიგში ავტორიტეტში მოვიაზრებ ურთიერთპატივისცემას, ბავშვისთვის პატივსაცემი პიროვნება უნდა იყოს და ამისთვის მასწავლებელმა და მასწავლებელსა და ბავშვის შორის უნდა იყოს პირველ რიგში მეგობრული ურთიერთობა, საერთო ენა უნდა გამონახონ და არა ვთქვათ რაღაც მე მასწავლებელი ვარ, ჩემი უნდა გაიგო, მე რას ვამბობ, გააკეთო ის, რასაც მე ვამბობ, არა. მშვიდი ფსიქოლოგიურად, მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი. ყველა მასწავლებელი უნდა ბავშვს მიუდგეს ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, მშობლისთვისაც კი რთულია, ზორი სამი შვილი ყავს, თუმცა ვალდებულებები გვაქვს სამწუხაროდ და უნდა გავართოთ თავი, უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი და ბავშვს ისე შეაყვაროს თავი, რომ მისთვის ის იყოს შეუცვლელი პიროვნება, მის ყველა სიტყვას ის აკეთებდეს არა ვთქვათ შიშით, არამედ ასრულებდეს არა შიშით, არამედ პატივისცემით, იმითი, რომ ის გავახარო მასწავლებელი, გავაკეთო ის, რაც მას უნდა. ვიძახით საწყის ეტაპზე, ახლა მაღალ კლასში უკვე დაწყებით საფრთხეზე. დაწყებით საფრთხეზე. მაღალ ეტაპზე უკვე შემდეგი წელში ვისაუბროთ მაღალ კლასებში და უკვე. ხო, ცოტა სხვა გამოწვევები. ცოტა სხვანაირად. ხო, საწყის ეტაპზე, ესე იგი დაწყებით საფრთხეზე პირველ რიგში შენი აზრით, როგორც მშობლის ან რაღაც საზოგადოების წარმომადგენლის აზრით, რაც მე აბსოლუტურად გადახდები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კეთილგანწყობილ გარემოში მოხდეს ბავშვს, სადაც როგორც პიროვნება აღიარებულია, ხო ასე. კი ბატონო. და мотиваციაზეც საუბრობდი, თანამედროვე ბავშვის მოტივირებაც და რთულია, ხო? ძალიან ბევრი ცდუნებები აქვს, როგორც შეიძლება ამბობენ და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცები შეიძლება აკრძალო იმისათვის, რომ ბავშვს ცდუნებები არ კონდეს. ეს აკრძალვა რამდენად გამართლებულია ამ გამოწვევებთან გამკლავებაში და ზოგადად შენი როგორც მშობელი, რომელიც აკვირდები შვილს და ბავშვის განვითარებას, ხო? რა არის мотиваციის წყარო, თანამედროვე ბავშვის და როგორ შეიძლება რომ სკოლამ მშობელმა მას мотиваციას ხელი შეუწყო თუ რაღაც განვითარების სურვილი ჰქონდეს ბავშვს?
კი ბატონო, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ამ ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან რთულია ბავშვი მოწყვიტო, თუნდაც იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ ესე ვერ ვეგუებით ცოტა, თუმცა ძალიან საჭიროა ეგეც. დაინტერესებას რაც შეეხება მოდის ყველაზე ვიტყვი, ოჯახშიც არის ეგ ძალიან რთული საკითხია და ძალიან რთულია. ოჯახშიც და სკოლაზეც ანუ რაღაც საერთო იქნება და ზოგადად იქნება. ნახეთ, ორი დიდი ბირთვი არის, სადაც ბავშვი მუდმივად არის. ეს არის ოჯახი და სკოლა. როდესაც ამ ორ ბირთვს აქვს, თითქმის ერთი აზრი, რა თქმა უნდა, ხა იდენტური არ იქნება, მაგრამ ერთი შეხედულება, ერთი მიდგომა ბავშვი უფრო ადვილად იღებს იმას, რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს. ამიტომ, სკოლაში უნდა იყოს, როგორც თქვი, ინდივიდუალური მიდგომა და ნახეთ, ბავშვი თავად უნდა აკეთებდეს რაღაცას. აი როგორც საბჭოთა პერიოდში მქონდა სამწუხაროდ, ის არა რომ თქვა მე შენ მოგეც დავალება დაწერე, მოიტანე, ჩამაბარე, დაჯექი, დავასრულეთ, არა, ეგრე არა. ბავშვი თვითონ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, თავად უნდა აკეთებდეს. აი თუნდაც სახლშიც პირობითად, მე როდესაც სადილს ვამზადებ, ბავშვები მყავს აქტიურად ჩართული, ხო, იმიტომ რაღაც ეს ინტერესი ქონოდა და თქვა არ ყოფილიყვნენ ტელეფონზე დამოკიდებულები, თქვა ფოთიშს გიხდით. ძალიან ბევრი სამაგიდო თამაში გვაქვს, თქვა სახლში, აი თუნდაც ძველი ლოტო, რაღაც არის ბევრი სხვა თამაშები, რითაც ვცდილობთ, რომ ბავშვი თვითონ პრაქტიკულად ღებულობდეს მონაწილეობას და არ ვიყოთ თქვა თეორიაზე დამოკიდებული, რომ მოდი მე ამას ვაკეთებდი, შენც ეს უნდა გააკეთო, არა, არასოდეს არ გვიჯერებენ ამ თეორიებს, თუ არ დაინახე საკუთარი თავით. მივდივართ იქამდე, რომ ბავშვი ესე იგი აქტიურად უნდა იყოს თავად ჩართული სასწავლო პროცესში და ზოგადად ცხოვრებაში, ხო? ცხოვრებაშიც კი აუცილებელია ეგ. მნიშვნელოვანია ზუსტად, რომ ჩვენ ხშირი პრობლემა რა არის დასრულების განსაკუთრებით სკოლაში, პირობითად მასწავლებლების და ალბათ მშობლებისაც და მშობლების პრობლემაც იგივეა, რომ ხშირად აი ვეუბნებით დირექტიულად რაღაც უნდა ისწავლო, რაღაც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მომავალში გამოგადგება და ეს ძალიან ბუნდოვანია ხა ბავშვის თვალით რომ შეღერა, სად მომავალში გამომადგება, ხო და აი ეს პრაქტიკულად ჩართული როცა არის მუდმივად პროცესში, როგორც ჩვენ აღნიშნეთ, აი სახსის თუნდაც სადილის კეთების დროს რაც ძალიან მაგარი პრაქტიკა ან სკოლაში მით უმეტეს სასწავლო პროცესში იქვე რადგან აკეთებს, ალბათ ხვდება, აი რაში გამოადგება და რატო გამოადგება იმ მომენტში თვითონ აცნობიერებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ უნდა დავძინო, ძალიან რთულია დაღლილი მშობლისთვის, დაღლილი მასწავლებლისთვის, ამდენ ბავშვთან ურთიერთობა ყველასთან ინდივიდუალურად, თუმცა ძალიან საჭიროა და ნახეთ, ამას ჩვენ ამ პროცესს რო შევეჩვევით, უკვე თაობებთან ძალიან გაგვიადვილდება, უკვე არ იქნება დამღლელი, ეგ ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინა იქნება და გაგვიმარტივდება, თუმცა ამ პერიოდში ძალიან რთულია რა, გადასვლის პერიოდი. რთული კია, იმიტომ რომ ეს რაღაც საუკუნოვანი ტრადიციის დათმობასავე დგას, მაგრამ ხონდა შევეგუოთ და გავაცნობიეროთ და ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და აი ის იმ ტიპის გამოწვევებია, სადაც ამ ადამიანს ინდივიდს, რომელიც აი ეს დასრულ ცხოვრებაში აბიჯებს, ბევრი გადაწყვეტილების მიღება თვითონ მოუწევს, ხო, მრავალი პრობლემის გადაჭრა და ეს მრავალი პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებს თუ წარსულში იმ პროცესში ჩართული არ იყო, ხო, თვითონ რაღაცა შექმნით, კეთებით, ავიცი მე პროექტებში მონაწილეობით და ასე შემდეგ და ესე დირექტიულად ისწავლე, ჩამაბარე ან რაღაც მეგეუბნები უფროსი ვარ და გააკეთეთი დასრულ ცხოვრებაში, პრაგმატულად შედეგის მომცემი არ არის და ამიტომ ხო ჯობს რომ ჩართულობა აუცილებელია. ხო, ჩართულობა აუცილებელია. ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ აი რაღაცა უნდა შეძლო რაღაცის გაკეთება, თუმცა შესაძლებლობას არ ვაძლევთ ბავშვს რომ შეძლოს გაკეთება, ხო, იმ შევას გააკეთოს შექმნა. სად უნდა შეძლოს. ხო, ძალიან ბუნდოვანია. აი კარგად აღნიშნე ოჯახის დონეზე როგორც ხდება ეს, თუნდაც აი რუტინაში ჩართულია ბავშვი და ალბათ იგივე შეიძლება კლასის დონეზე, საკლასო მუშაობის დონეზეც, ხო, თუნდაც რა ვიცი. განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩემთვის ძალიან მარტივი წარმოსადგენია და ჩვენთა სკოლაში უნერგავთ მაგ პრაქტიკას, როცა თქვათ რესურსს ათანხმებთ მოსწავლეებთან, რომ აი ჩვენ მოგვიწევს მუშაობა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და აბა რა რესურსი გამოვიყენოთ, შენ რა შემოვთავაზეთ, მოგეთ თავიდანვე ჩაერთვება სასწავლო პროცესში, ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, მე მგონი და სწორი პრაქტიკაცაა. ხალხთან საწყისი ბაზა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მე როგორ ეჩვევა იმას, რომ რაღაც რუტინაში ცხოვრობ, რაღაც სხვა არსებობს, დისციპლინა არის და მე როგორ ძალიან მარტივია. ეს დისციპლინაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, სულ შეკითხვა ის, აი დისციპლინა არა აქვს ბავშვებს როგორ წესი ამბობენ ხოლმე და როგორ შეიძლება გამომუშავდეთ დისციპლინა და მანდაც პასუხი ზუსტად ეგაა, რომ თვითონ როცა ჩართულია და აკეთებს ეს თვითრეგულაციის უნარებს გამომუშავებს თავისთავად ავტომატურად, ხო? ხო დისციპლინა თეორიით არ გამომუშავდება რაღაცა ახსნით რომ უნდა იყო ასეთი ან უნდა იყო ისეთი, ხო ეგ თავისთავად. კაი, ეს ამოცანა რადგან საერთო გვაქვს და მიზანი სკოლას, სასკოლო საზოგადოებას და მშობელს, ხო თავისთავად მაგალითად ბავშვის პიროვნული განვითარება.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოდის ეს ჩემი ასე ვთქვათ საგანია ფიქრის მუდმივი და სკოლაში სულ ამაზე ვფიქრობ და მშობლის და სკოლის ურთიერთობა როგორი უნდა იყოს იმისათვის რომ როგორი უნდა იყოს პრაქტიკაში რეალიზებული რომ აი ამ მიზანს მივახცევთ და ჩვენ თუ თანხმდებით რომ აი მოსწავლეების განვითარება გვინდა ანუ შვილების განვითარება გვინდა მიზანი საერთო გვაქვს და რაღაცა ამოცანებით ერთად უნდა გადაუჭრათ ხო სკოლამ და მშობლებმა აი ეს როგორ უნდა განვახორციელოთ აი წარმატებული პრაქტიკა რა შეიძლება იყოს შენ ხო ამის საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს თქვენ კარგად იცით და სხვაშორის სვამობრო ძალიან თითქოს აღიარებით ჩვენებას ვამბობ აი ხავად და ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია თუნდაც მასწავლებელთან თუნდაც ბავშვთან ურთიერთობაში ნახეთ აუცილებლად უნდა მივცეთ მშობელს იმის უფლება რომ გვითხრას რა სჭირდება მას იმისთვის რომ ბავშვი იყოს ბედნიერი იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის დედამ შვილს რა უნდა და ასევე მასწავლებლისგან აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ის რაც რეალურად არის და არა ის რაც ჩვენ გვინდა რომ გავიგოთ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ძალიან მინდა რომ ყოველთვის მითხრას მასწავლებლად შენი შვილი ძალიან ყოჩაღია, ის ძალიან კარგად სწავლობს, კარგი მოსწრება აქვს რაღაც აკადემიური, მაგრამ ეგ თუ მხოლოდ იმიტომ არის რომ მე ვიყო ძალიან ბედნიერი, ეგ რა თქმა უნდა არცეც არ გამოგვადგება. უნდა იყოს პარტნიორობა მასწავლებელსა და მშობელს შორის ჩვენ აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. როგორც რა თქმა უნდა, კარგი ამბები, პრობლემებზეც უნდა ვისაუბროთ. პირიქით, პრობლემებზე ძალიან გაშლად უნდა ვისაუბროთ. გახსნილად უნდა ვისაუბროთ და პირველ რიგში როგორც აღნიშნე, ამ ორ ბირთვს ურთიერთპატივისცემა უნდა გაჩნდეს ერთმანეთის მიმართ. მე რომ სახლში დავჯდები, ბავშვთან არ უნდა ვაკრიტიკო მასწავლებელი. ეგეც ძალიან დიდი ფაქტორია, რომ იმას შენ თუ ცხრიანი დაგიწერა, ის არ არის კარგი მასწავლებელი. ეგ ძალიან რატომ და როგორ ხო, აი ძალიან ცუდად მოქმედებს ეგ ბავშვის ფსიქოლოგიაზე. კარგია, როდესაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მასწავლებელს და მშობელს, მაგრამ ეგ ძალიან რთულია, როგორც აღნიშნეთ, დროის უკანლობის გამო. თუმცა ყველა პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, უნდა ერთად მოვაგვაროთ. არ შეიძლება მშობელი პრობლემის წინაშე მარტო დატოვო, აი რაღაც პრობლემა გვაქვს, ბავშვთან მიმართებას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს სკოლის გარეთ ხდება, არ შეიძლება რომ დავტოვოთ მშობელი ისე, რომ თქვათ შენი პრობლემა ეგ ჩემი არ არის. ან პირიქით მასწავლებლს მოვთხოვოთ ის, რაც თქვათ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ან ზღვარი უნდა იყოს ურთიერთობაში მშობელსა და მასწავლებელს შორის და უნდა ვიპოვოთ ხო აი სწორი გადაკვეთის წერტილი უნდა ვიპოვოთ, რომ ერთმანეთს არ შევეჯახოთ არასწორად და საბოლოოდ ვიმოქმედოთ ისე რომ როგორც ბავშვისთვის იქნება ხელსაყრელი და ეგ რთული დილემაა საკმაოდ ხო ანუ ვიცით როგორც უნდა გაკეთდეს თუმცა აი პროცესში აი ნაბიჯების გადასადგმელად თანმიმდევრულობა აქაც ნამდვილად საჭიროა და ეს რთული განსახორციელებელია ბევრი ფაქტორი შემოდის ჩემი დაკვირვებით და ჩვენი დაკვირვებით აი მშობლებთან ურთიერთობაში სკოლის და მშობლის ურთიერთობაში აი თუნდაც ის რომ საწყის ეტაპზე რა საწყის ეტაპში შეიძლება აღვიქვათ სასწავლებლის დასაწყისიან რაღაც ათვლის წერტილი საიდანაც ვიწყებთ რა მან ლოგიკურია ძალიან და პრაგმატულიც არის რომ სასკოლო საზოგადოება იყოს ჩართული როცა ვთქვათ მიზნების განსაზღვრა ხდება და ამოცანების ხო ვთქვათ აი როგორ გავაკეთებთ როდის გავაკეთებთ რას გავაკეთებთ არა უბრალოდ ინფორმირება აი ეგრესტებული მშობელთა კრებებს რო ეძახიან აი წარსულში როგორც იყო ხო ეგ ძირითადად რა ხორციელდებოდა რაც არასწორია მშობლის ინფორმირება მხოლოდ ხო აი სკოლა ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებზე აი რაღაცას ხო აი თქვა კარგად სწავლობს თუდად სწავლობს ზარმაცია ყოჩაღია და ამით სრულდებოდა ხო და მე რაღაცა ამაზე განხილვა მუდმივი და ბავშვების შერცხვენა როგორც წესი რა ეს ხო აი უფრო კარგი არის, როცა სკოლა კიდე ეუბნება, რომ აი ეს ასე ხდება, ეს თქვათ რაღაცა გამოწვევები გვაქვს გულწრფელად ამბობს და რაღაცა წარმატებები გვაქვს აღნიშნავს. და აი ამ გამოწვევების გადასაჭრელად აი ეს გეგმა მაქვს. ეს უკვე ერთი ნაბიჯით წინაა, მგონი სკოლა თუ ასე აკეთებს, მაგრამ ესეც არ არის ჩემი დაკვირვებით საკმარისი, იმიტომ რომ ესეც ინფორმირებაა რა და აქ მნიშვნელოვანი არის რეალური მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველყოფა მშობლის, რომ აი ეს გამოწვევები გვაქვს, ჩვენ ამას ვაპირებთ და თქვენ რას ფიქრობთ, აბა რას შემოგთავაზებთ, რომ რაღაც ერთობლივად დაუგეგმოთ. მე მგონი ეს კარგი რეცეპტია, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ხო? თუმცა აქ მეორე პრობლემა შემოდის ჩვენი ემპირიული გამოცდილებით, რომ განსაკუთრებით საბაზრო საშუალო საფეხურზე და შენი აზრი მაინტერესებს, მშობლების ჩართულობა ნაკლებია რა, ანუ ნაკლებად ერთვებიან, აი შეიძლება ხა იმას არ ვამართლებ სკოლას, ამ შემთხვევაში ზოგადად სკოლას როგორც ინსტიტუციას, მაგრამ რომ დავფიქრეთ, ხო აი სკოლა ცდილობს ხოლმე, რომ აი მოდით აი გიგზავნით რაღაცა გეგმას, გაეცანით, უკავშირი გვაინტერესებს თქვენი, მოდით შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ, თუმცა აი ეს შეკრების და მსჯელობის მომენტი როცა დგება,
რაღაც 10-ან 15%-ია ის, ვინც მოდის და მონაწილეობს ამ ყველაფერში. და ეს რატო ხდება? საბაზრო საშუალო საფეხურზე განსაკუთრებით მშობლების ნაკლები ჩართულობა რატო არის? ეს შენ არ მოგევართება ჩართული ადამიანი ხარ? კი, ანუ ძალიან კარგად გავიგე შეკითხვა და ჩემ თავიც დავინახე და გეტყვით ახლა. პირველ რიგში ეგ საუკუნის პრობლემა დროის უქონლობა და რამდენიმე რამდენიმე სამსახური მშობელს და მშობელი ეგ მესმის. და პირველ რიგში კიდე ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ საერთოდ გახანგრძლივებული კლასის პოლიტიკას არასოდეს არ ვემხრობოდი. ეს არის მომენტი, როდესაც მშობლები ვიცილებთ შვილებს და დილის 9 საათიდან პირობითად 6 საათამდე ვართ თავისუფლები არა, ჩვენს გარემოში ვართ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ბავშვი ვიცით, რომ იქ სკოლაში ვიღაც მიხედავს, მოამზადებს, რაღაც. შვიდ გარემოში. და ეგ ძალიან ცუდია, ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიას, ბავშვის ფსიქოლოგიაზე ეგ ძალიან ცუდად მოქმედებს. საინტერესო კითხია ძალიან. კი. არასოდეს არ მომწონდა, ესეც არ ვემხრობოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი სტრესული გარემო მქონდა იმ პერიოდში, როდესაც პატარები იყვნენ, არასოდეს გახანგრძლივებულში არ ყოფილვართ, აი ამ ერთი მიზეზის გამო, თუმცა არ ვძრახავ იმ მშობლებს, რომლებსაც ყავთ, არა უბრალოდ ვიცით. ეს ობიექტური გარემო ხა თუ მუშაობს ადამიანი. მეორე ნახეთ რა ხდება. მე ძალიან ისეთი იცით, ცოტა რთულად ახსარდელი შვილი ვყავდა და ხშირად მიწევდა ურთიერთობა მასწავლებლებთან და იყო პერიოდი, რომ მე ვფიქრობდი ცოტა მოსაბეზრებელი ხო არ არის მასწავლებლისთვის ეს. არის ეგ მომენტიც, რომ რაღაც ფიქრობ, რომ გონია რომ ვიღაცისთვის ზედმეტი ხარ ყოველ დღე რაღაც ჩართულობით რაღაც, თუმცა დროთა განმავლობაში პირიქით მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო ეს ჩემი ფიქრი და პირიქით უფრო მეტად უნდა ყოფილიყავი ჩართული. და არის კიდევ ნახეთ რა სხვარი, რომელიც მშობელს არასწორად აქვს ნანახი. მშობელი ფიქრობს, რომ ეს არ არის ჩემი საკეთებელი, ეს არის მასწავლებლის საქმე და მოდი მე ამას არ არჩევერები, მასწავლებელი მიხედავს. მოვა სახლში, მე დავსჯი, მე დაველაპარაკები, მე მეფანავგრებ სკოლაში უკვე არა, რადგან ეს არის სკოლა. ეგ არის ყველაზე ცუდი და ნახეთ, ვერ ხვდებით კიდე რა არის ჩვენი ვალდებულება, არასწორად ვიგებთ ჩვენს ვალდებულებას ამ ხრივ. სწორად ვერ ავხსენე. აბსოლუტურად სწორად ახსენე. რაც სკოლას ეხება, მგონია რომ სკოლის ჩარჩოებში უნდა იყოს და იმის აქეთ არა და პირველ რიგში ჩვენ გვეხება ეს და არა სკოლას. ყველას ერთად გვეხება, ზუსტად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაინც მშობელი. ხო, ეს თითქოს გვავიწლება, რომ მიზანი გასაგებია, რომ საერთო გვაქვს და აი ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ზოგადად სკოლის შიგნითაც იჩენს ხოლმე თავს ეგ პრობლემა, აი ფუნქციების ფრაგმენტიზება, თითქოს აი დახლეჩენ ფუნქციების, ხო, აი მშობელს ესევალება, აი ეს რაღაც, აი სახლში რომ მოვა დაელაპარაკოს მკაცრად, ეს არის მშობელის მოვალეობა. მასწავლებელს ევალება რაღაც ეს გააკეთოს, ადმინისტრაციას რაღაც ვალდებულება აქვს და რა თქმა უნდა, პროცესში ვალდებულებების გამიჯვნა ლოგიკურია რომ ხდება და ფუნქციების, თუმცა ამის ასე ხელოვნურად დაყოფა, მეც აბსოლუტურად გეტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ აი თითქოს ერთი მფლიშება დადებითი კონტექსტით ეს ასე ვთქვათ შევნიღბოთ რომ ეს მეტი ნდობა მაგალითად მე ვენდობი სკოლას რომ რაღაც მაგრამ სინამდვილეში შეიძლება პასუხისგებლობის თავის არიდებასაც ნიშნავდეს ახლა რომელია უფრო მეტი ამ ორ შორის მაგაზე რთულია საუბარი მაგრამ ხო ეგ ძალიან დიდი პრობლემაა მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები იმის კი აი ერთი საკითხი რაც მაინტერესებს სანამ შემდეგზე გადავართ აი სამი შვილის დედა ხარ, ასე ვთქვათ, გამოცდილი მშობელი, მაგიტო აღმოჩნდა დასაწყისში, თან რამდენიმე წელი სხვაობა არის, ხო? ან იმ სკოლა უფროსმა შვილმა რამდენი წლის წინ დაამთავრა? 4 წლის. ხო? აი შენი შვილების მაგალითზე თაობებს შორის, აი ბავშვებს შორის, აი თან ეხლა 2 წელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და 3 წელიწადსაც ხო ხასიათის შემოყალიბებაში. აი რამდენად განსხვავდება სკოლისადმი, სწავლისადმი დამოკიდებულება, მაგალითად ახლანდელი 23-24 წლის ადამიანის დამოკიდებულება და ახლა 16-17 წლის ადამიანის დამოკიდებულება. შორის არის თუ არა რაიმე თვისობრივი სხვაობა? ნახეთ არის აბსოლუტურად დიდი სხვაობა მიუხედავად 1-2 წლისა. თვითონ სკოლის მიდგომაც და რა თქმა უნდა ჩემი როგორც მშობლის მიდგომაც. ყველანი თითქმის ჩვენს ირგვლივ მე ვინც ვყავს ძალიან პატარა ასაკში ქმნის ოჯახს და ჩვენ გაუცნობიერებლად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ იმ პერიოდში. აი, ჩემი პირველი შვილი გავზარდე ისე რომ მე ფაქტობრივად არ მახსოვს, რას ვაკეთებდი მისთვის, ანუ გაუაზრებლად. დამყავდა სკოლაში, ეს რუტინულად ვამეცადინებდი რაღაც ზუსტად საბჭოთა, აი, რა გარემოშიც გავიზარდე, იმ გარემოში მყავდა მეც ჩემი შვილი.
და თვითონაც შეეჩვია ამ ყველაფერს, ეს მარტო ჩემზე არ არის საუბარი, ის პერიოდი, ეგრე ვიყავით მშობლები და ეგრე ზრდიდით, შეიძლება იყო გამონაკლისი 1-2 რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ახეთ გვიან მივხვდით რა არის ბავშვისთვის უკეთესი. მე გვიან დავიწყებ ფსიქოლოგებთან სიარული, პირობითად იმისთვის, რომ გამეგო რა ჯობია ჩემი შვილებისთვის. გვიან მოვემზადეთ და ამიტომ ანალოგიურად სკოლაც. აი როგორ შეიცვალა თქვენ ჩემი თვალით ვერ წარმოიდგენთ ჩემი თვალით დანახული შეცვლის სკოლა როგორია. საერთოდ სხვა დავიწყეთ, აქავარ რამდენი წელია თქვენ სკოლაში, საერთოდ სხვანაირ პირობებში დავიწყეთ და სხვაგან მოვედით. თუმცა ეგ სკოლა ჩემთვის განსაკუთრებული რო იყო, იმიტომ მოვედი აქ და თუმცა მოლოდინი არ გამიმართლა, მინდა გითხრათ უნდა აღნიშნო, რომ თავიდან სხვა მოლოდინი მქონდა და სხვანაირი გარემო დამხვდა. მაგრამ ისე სწრაფად შეიცვალა ყველაფერი და ამან ძალიან იმოქმედა ბავშვებზე. უფრო გაწონასწორებული დამოუკიდებლები გახდნენ. აი ეს უკვე შემდეგი შვილის ამას ვიძახი. უფრო ჩართული იყო პროცესში, რა თქმა უნდა, ბავშვის ხასიათსაც გააჩნია. თუმცა დაინტერესებენ მეტი პროექტები იყო სკოლაში, მეტი პრაქტიკულობა იყო სკოლაში და ამას ბავშვების მეტი დაინტერესება გამოიწვია. ეხლა ჩემს პატარა შულზე რომ უმცროს შულზე რომ ველაპარაკო, ცოტა ისეთი ბავშვია, რომელსაც არ უყვარს დაჯდომა, ვთქვათ, მეცადინეობა, მაგრამ სკოლაში ეს ყველაფერი ნახეთ მოვაგვარეთ რა თვალსაზრისით. მისცეს ნიკოლას იმის უფლება, რომ ვთქვათ, მან ისე მოიტანოს დავალება, როგორც მას შეუძლია და მას მოსწონს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიკოლას აქვს სრული თავისუფლება და უნდა აკეთოს ის, რაც მას უნდა. არა, ნიკოლას მისცეს იმის საშუალება, რომ მოიტანოს ის, რაც მასზე დავალებულია, ოღონდ ისე, როგორც ის ხედავს და ეგ ძალიან კარგია ბავშვისთვის. უფრო აი მეტად თავდაჯერებულები არიან, მეტად ჩართულები არიან პროცესში და უფრო მეტად შეუძლიათ რაღაც პასუხისმგებლობის თავზე აღება, ვთქვათ, ვიდრე წინათაობის ბავშვებს. კი, მაგასაც გეთანხმებით. ვაობა, ისეთი რადიკალური ცხოვრება, რაც მე დავინახე. და სკოლაშიც, მოსვლის ბავშვებსაც რაღაც მოსვლა უხარიათ, არა მარტო იმიტომ, რომ ვთქვათ, გაკვეთილზე რაღაც წაიღონ, არა, გაკვეთილის შემდგომი პერიოდებიც, იქ აქტივობები, გარე აქტივობები, ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს, თუმცა ნახეთ, აი იმ ანას, პირობითად ანას თვის ეს საინტერესო არ იყო. მაგრამ ნახეთ, კი, არა, ეგ რა თქმა უნდა ხასიათიც არის, მაგრამ ნახეთ, არა, უფრო მეტად ის გახდა ეს ციფრული სამყარო უფრო მეტად შემოვიდა, უფრო მეტად ინტერნეტ სივრცეზე დამოკიდებულები გავხდით, უფრო მეტად ხედავთ ამ სოციალურ სივრცეში ეს ჩვენ საინტერესო თუ არა, საინტერესო ვიდეოებში როგორ აქტიურობენ ეს ახალგაზრდები და ამანაც შეუწყო ხელი, ერთგულებას რა არის. ხო და მეორე მხრივ უშლის კიდეც აი ჩვენი ესეც არა, შეუწყო შეგულისხმობ ხასიათის ცვლილებას შეუწყო ხელი, რა თქმა უნდა. ხო, აი იმაში აბსოლუტურად გეთანხმები და ეს ახლა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ სკოლაში საგაკვეთილო პროცესი და ეგრეთ წოდებული კლასგარეშე აქტივობები ერთმთლიან პროცესად უნდა აღვიქვათ, რომელიც არის შემეცნების და განვითარების პროცესი. ეგეც არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ხოლმე ზოგადად, რომ ცალკე-ცალკეა თითქოს ეს აღქმუდი, რომ აი 45 წუთიან გაკვეთილზე არის ცოდნის შეძენის ამბავი, მერე რაღაც აქტივობები არის ისე სკოლის გარეთ, რომ გავხალისდეთ ადამიანები და ამავე და სინამდვილეში ეს ერთმთლიანი პროცესია, ხო ასეა, სკოლა რო რაღაც პროექტს ახორციელებს, იმ პროექტის განხორციელებისთვის რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ ბავშვი რა ცოდნას შეიძენს, რა უნარებს განევითარებს და ეს ზუსტად იმავეს ფიქრობ, როცა საკლასო აქტივობებს გეგმო, ეს ერთმთლიანი პროცესია სინამდვილეში, თუმცა აქაც ჩვენი გამოცდებით გამოწვევა და პრობლემა რა არის და ამაზეც მაინტერესებს შენი პასუხი, აი მშობლები სკოლას როგორ აღიქვამენ თქო მაგიტო შეგაკითხე დასაწყისში. ჩვენ მაგალითად ხშირად გვაქვს პროექტები, რომელშიც მოსწავლეები არიან უფრო ხშირად ჩართულები, რაც ძალიან კარგია, თვითონ გეგმავენ, თუმცა მაინც მოსწავლეთა მცირე ნაწილის ჩართულობა და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გამოკითხეს როცა ვატარებთ, ძირითადად ბავშვები ამბობენ რომ არ ცალიათ, 3:30 მერე სკოლაში ვერ დარჩება. რატომ? იმიტომ რომ მიდის სადღაც ერთ წრეზე, მიდის მეორე წრეზე, რაღაც უცხოენის მოსამზადებლად, სხვა საგნეს მოგეთ, სკოლაში ვერ ჩერდება ბავშვი. ჩვენ ალტერნატივა მოვიქცეთ რომ შაბათს მოვსულიყავით, მაგრამ შაბათსაც პრობლემები შეექმნა, იმიტომ რომ შაბათსაც დაკავებული არიან ბავშვები და აი ეს დილემა როგორ უნდა გადავჭერთ, მშობელი მეტად უნდა ენდოს სკოლას თუ მშობელმა როგორ უნდა განსაზღვროს, რომ აი რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის მთლიანი პიროვნული განვითარება, რომელსაც სკოლის პროექტები უზრუნველყოფს თუ რაღაცა, ვიცი, აი სხვადასხვა წრეზე სიარული. აი ეს პრობლემა. ნახეთ, მე სხვა მშობლებზე ვერ ვილაპარაკებ, ამ წუთას ჩემზე შევიძლია ვისაუბრო, აი პირობითად ნიკოლოზი. ძალიან ის არცაც ნიკოლოზი არ დადის გარდა სპორტისა. მისთვის სპორტი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ
ნახეთ მე რომ ნიკოლას პირობითად ეგ ავუკრძალო, ნიკოლასთვის სწავლაც უინტერესო იქნება. ანუ ძალიან ორივე მისთვის, ანუ ერთ ცალკე სწავლა ბალანსის პოვნაზე ვსაუბრობ, თორე რა თქმა უნდა ბავშვებს სპორტზე მივალ კი, კამდეც მივალ, ანუ შევიტო დავიწყე ჩემი მაგალითით, რომ ანუ ყოველთვის ის არა რომ მშობელს არ უნდა, ყოველთვის ეგ არ არის მიზეზი არა. ყოველთვის უნდა მშობელს რომ ის შვილი იყოს აქტიურად ჩართული, თუ უნდა ერთია, მაგრამ რას ვაკეთებ თავისთვის, ეგ კიდე მეორე, ხო. რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ ბავშვებს ვაიძულებთ, ხო, რომ იარო იქ რაც მათთვის არაფერს მიცემი არა, ეს წრეები. მარასოდეს არ ვემხრობოდი მეორე ხარისხოვან სწავლას, ეგრე გამოდის სკოლის იქეთ გაგრძელებული სწავლას, ხო. მე თუ სკოლას არ ვენდობი, მე იქ ბავშვს არ მევიყვან. თუ ვენდობი, მას დამატებით რეპეტიტორი, მას არ სჭირდება. ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. თუ ხედავთ რომ არ კეთდება ის რაც თქვათ ჩვენ გვინდა სკოლაში, ეგ მაშინ ზომებს ვსებულობთ, მაგრამ არ შეიძლება ყველა საგანში ერთნაირად ზუსტად იყოს. ხო, საწყის ეტაპზევე გადაწყვეტილება იმისა, რომ თან ისე რომ ბავშვთან არ შევათანხმო, აი სადღაც უნდა ვამზადო მუდმივად, ეს ნიშნავს იმას, რომ დობაზე არ არის ურთიერთობა. არა, კი და ბავშვს ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, პირობითად ინგლისური არ უნდა ჩემშულს, მაგრამ მე დამყავს, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემმა შვილმა ინგლისური იცოდეს, ხო? ეგ მშობლების დიდი პრობლემაა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ ჩვენი ფსიქოლოგია ჯერ არ არის მოწყობილი ისე, რომ თქვათ ამ ყველაფრისთვის იყოთ მზად. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით და გავიაზრებთ ჩვენი შვილებისთვის პირიქით, კარგია გარე აქტივობები, კარგია მეტი ფიზიკური აქტივობაც, გონებრივი აქტივობა, არა წიგნის და დავალების, კონკრეტული დავალების და სახელმძღვანელოს იქეთ. არა კონკრეტულ დავალებაში და სახელმძღვანელოში, არამედ იმის იქეთ, თქვათ, კლას გარეშე გარე აქტივობები რაც არის, თქვათ, რასადროდი ძალიან კარგი, ბევრი კარგი პროექტი გაქვთ სკოლაში და ძალიან მომწონს ყოველთვის ფაროთ. შემდეგ ხო ეს ყველაფერი ზუსტად არ ვიხარებს, ეგ ავითარებს ბავშვს და რა არის განათლება, ხო? ზუსტად ეგ არის. ჩვენ თუ სკოლას აღვიქვავთ როგორც სარეპეტიტორო, მხოლოდ როგორც სარეპეტიტორო ცენტრს, ეს არასწორი აღქმა სკოლის და სკოლის დავიწროვება, სკოლის მისიის, სკოლას გასწრებით ფართე მიზნები აქვს და ეს ფართე მიზანი შეგვიძლია რომ თლიან პიროვნულად ვავითარებთ ბავშვს, ცოდნას იგზელს და ის აღმოჩენის ადგილია სკოლა, უნდა აღმოაჩინოთ, როგორ აღმოაჩენთ ნიჩ, თუ ჩვენ არ ვეცვენთ მას თავის უფლება. თქო, მათემატიკის გაკვეთილზე მივხვდებით, რომ მას მათემატიკური უნარები აქვს, მაგრამ იმის ყოველს ხო არ აქვს მათემატიკური და თქვა რაღაც ჰუმანიტარული უნარები აქვს, პირობითად ცეკვის, სიმღერის რაღაც კონკრეტული ხატვის, წერწვის რაღაც ნიჭეს, ეს აღმოჩნდება გარე აქტივობებში ძალიან კარგად და ძალიან უწყობს კიდე ბავშვებს შორის ურთიერთობას ხელს. ძალიან სოციალიზაციის პროცესი ხო ეგრეთებული ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს მართლა სკოლას, ანუ ამ იმის ეპოქაში ცოტა რთულია სკოლას თავისი ფუნქციები, ბევრი წაართვა ამ ტექნოლოგიების ეპოქამ, თუმცა ეს ზუსტად სოციალიზაცია წაურთმაველია, ეს გუნდურობა, ეს საზოგადოება, სადაც ბავშვი სწავლობს დისციპლინას, წესრიგს და ცხოვრებას სწავლობს, ეგ ამას ვერავინ წაართვეს და ზუსტად ეს ფუნქცია უნდა დაუწოვოთ სკოლას, სწორედ. თქვათ, AI შეგვიძლია გვასწავლოს პირობითად მათემატიკა, ამოგვიხსნას რომელიღაც კონკრეტული დავალება, ნუ რაღაც. კი. აი ეგრესებული ცოდნის გადაცემა კლასიკური გაგებით რაც არის, ეგ თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ეგ ფუნქცია რო სკოლას დაუტოვოთ, ნიშნავს რომ სკოლას ფუნქცია საერთოდ აღარ აქვს, ზუსტად AI-ის ეპოქაში ხო და ეს ეგრესებული სოციალიზაცია და თლიან პიროვნული განვითარება ადამიანის, ესაა სკოლის დიდი მიზანი და რატო ვუვიწროვებთ ამ მიზანს, ეს ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის. ძალიან სკოლას იმაზე მეტი ფუნქცია აქვს და იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია და ჩარჩოებში ვსვამთ. კი, ხო, ამიტომ ეს საფრთხეები ხშირად არის ხოლმე, რომ აი თანამედროვე ეპოქაში სკოლამ ხო არ და კარგა ფუნქცია და მე ცოტა სხვანაირად სკოლას ფუნქცია არ დაუკარგავს, უბრალოდ რა რეალური მიზანიც ქონდა, იმაში უნდა გაძლიერდეს მეტად სკოლა და ეს უნდა მიუცეთ ამის შესაძლებლობა ერთმანეთს, მოკლედ მშობლებმა მასწავლებლებს მშობლებს და ყველამ ერთად ბავშვებს, ხო და აი ეს პროდუქტზეც და დავალებებზეც რაზეც საუბრობდი, საბოლოო დავალებებს. ზუსტად ეგეთ საშუალება, ანუ კლასში შიგნითაც განხორციელებული აქტივობებით არა მარტო ცოდნის შეძენას უნდა ემსახურებოდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, ღირებულებების განვითარებასაც და უნარების გააქტიურებასაც, იმიტომ რომ ყველა ბავშვში არის ეს კრიტიკული აზროვნება შემოქმედებითობაც, კომუნიკაციის უნარების და თვითაქტუალიზაციის და დისციპლინის. უბრალოდ მე სულ შეკითხვა ესაა, რომ მე ვისაც მეტი ძალაუფლება მაქვს, მაგალითად მასწავლებელი ან მშობელი, რას ვაკეთებ, რომ ბავშვმა შეძლოს რაღაცები, რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეკითხვას არ ვსვავთ უფროსები. ხო, აი, მე თუ ბავშვს ვეუბნები, რომ შენ უნდა შეგეძლოს თანამშრომლობა, უნდა შეგეძლოს
საკუთარი აზრის დაფიქსირება, უნდა გქონდეს კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა. აი მე თუ შესაბამისი შინაარსი არ შემოვიტანე, რომლითაც შენ აგანთებ და შესაბამისი აქტივები არ განვახორციელე, აი რა უფლებით გთხოვ მაშინ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხო, ეგრეთ წოდებული თავისუფლების შიშიც აქვს ხოლმე ეს დასრულდეს ჩემი დაკვირვებით, რომ აი ბევრ თავისუფლებას თუ მიცემ ბავშვის, ბავშვი გაგიჟდება, დისციპლინა აღარ ექნება და სინამდვილეში ეს თავისუფლება მართვადია, იმიტომ რომ კონტენტს ხო მასწავლებელი ქმნის ან მშობელი საზღვრავს და პლუს ამას მრავალი ფორმით როცა აძლევ როგორც შენ აღნიშნე ნიკოს შემთხვევაში დავალების წარმოდგენის საშუალებას, ეს უბრალოდ ისაა, რომ ბავშვი შინაგან მოტივაციას აძლევს, რომ აძლევ, ხო, სკოლა, რომ მეტად თავდაჯერებული იყოს, რომ ირწმუნოს, რომ მე ეს შემიძლია და მოდი კიდე რაღაცას ვისწავლე. ეს ამნიშნელოვანი მომენტია მე მგონი. ხო, ანუ აღმოჩენებს თავის თავში თავად რო ამკეთებს უკვე უფრო თავდაჯერებული. ხო, სულ აი განათლების ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სამი საჭიროება აქვს ადამიანს და განსაკუთრებით მოსწავლეს, რომ მოტივაცია ქონდეს ამას უზნაძეც ამბობდა დიდი ხნის წინ არ უსმენდით. პირველი არის ავტონომიურობის განცდა, ერასმოდა აი მე შემიძლია, აი მე ვაკეთებ ამას, ვიღაცა კი არ ძალადობს ჩემზე, ანუ მე ვაკეთებ ამას, ეს მნიშვნელოვანია. ეს განცდა უნდა გქონდეს და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობის განცდა უნდა გქონდეს თურმე ადამიანს, რაც ასევე შეშმარდება, რომ მე შემიძლია გავაკეთო, ანუ და ესაა კიდე დიდი შესწავლა, როცა მშობელიც ისეთ რთულ რაღაცებს ესაუბრება ბავშვთან მასწავლებელს და რომელიც ბავშვისთვის გაუგებარია ფიზიკურად და ის ფიქრობს, რომ აი, ანუ მე არ შემიძლია ეს გაკეთება, კომპეტენტურობის განცდა აღარ აქვს. და მესამე სოციალიზაცია, რაზეც საუბრობთ, რაც საკვანძოა მე მგონი სკოლის როლი ეგაა. შეუცვლელი როლი არის ეგ. კი. ხო, ეს ამნიშნელოვანია. და განცდები უნდა გქონდეთ ბავშვებს და მშობლებმაც და მასწავლებელს მე მგონი დიდი პრობლემა რაცა ეგ ძალაუფლება უნდა დაუთმოთ ცოტათი, ანუ ვეთანამშრომლოთ. თავიდანვე თუ არ დავიწყებთ ჩვენი ძალაუფლების დემონსტრირებას, მის დათმობა არ დაგვჭირდება შემდეგ. ხო, ეგეც არის. ჩვეულებრივად მივიღოთ, უნდა როგორც მეგობარი, როგორც პატარა რომელსაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება, მშობელმაც ანალოგიურად არა მხოლოდ მასწავლებელზე აქვს საუბარი. ხო. და როდესაც ასე მივიღებთ და ესე ძალიან მშვიდად დავიწყებთ ურთიერთობას, მე უფრო ადვილია მე ჩემი გამოცდილებით ვიძახი. კიდე მეგობრო ბევრი შეცდომა დამიშვია და ეხლა ვხვდები, თუმცა ეხლა გვიანი, ამიტომ ვიძახი, ანუ საწყისი ეტაპი ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან. ათვლის წერტილი საწყისი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ღიაობაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ არ უნდა შეგვეშინდეს და კარგია რომ არ გვეშინდია. გამოწვევებზე საუბრები, ხო, ანუ გამოწვევები ბუნებრივია და იქნება პროცესში და ამაზე საუბრის მინიმუმ საუბრის და ქმედების შესაბამისად ქმედების არ უნდა შეგეშინდეს, ხო, თვალის და აი დასაწყისში როგორც წელში რომ მხოლოდ კარგი რო არ ვილაპარაკოთ ერთმანეთზე, ანუ გამოწვევებიც უნდა დავაფიქსიროთ, აუცილებლად უნდა გადაუჭრათ ერთობლივად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგიშიშიც არის ხოლმე რა, მე რო ახლა ვთქვა რომ რაღაც პრობლემა არის, რას იფიქრებ და სინამდვილეში უნდა ვთქვათ და უნდა გადაუჭრათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. აი, ხო, აი კიდე აი არის ისეთი რამე, რისი თქმაც ასე ვთქვათ, გინდა აი სკოლის და მშობლის ურთიერთობაზე, ან ზოგადად თანამედროვე რაღაც გამოწვევებზე, რომელიც არის ჩვენთან სამყაროში მთლიანად. შემაჯამებელი გავაცვლო რა იყოს ახლა ჩემი ეს მინდოდა თავიდანვე მე თქვა და ეხლა ვიტყვი. ძალიან დიდი პროგრესი არის ჩემთვის სკოლაში. შესაბამისად დიდი პროგრესი. ზუსტად ანუ თანამედროვე მოაზროვნე ბავშვები, საკმაოდ ძალიან განსხვავებულად მოაზროვნე ბავშვები არიან, ყველამ კარგად ვიცით. უკვე მათ ჩარჩოებში არიან. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა პირველი კლასზე რო ამ გარემოში არ იყვნენ, ეხლა მაღალ კლასებში ცოტა უჭირთ ამ ყველაფრის მიმღებლობა ბავშვებს, ან ღებულობენ ისე, როგორც მათთვის სასარგებლოა. აი თუნდაც შემოქმედებით დავალებები, აი გავგიშდი ისე მომწონს, ეგ თქვენი მიდგომა სკოლაში, აი პირობდათ ნიკოლოზისთვის, ეგ არის ძალიან საინტერესო, თუმცა არის კატეგორია ბავშვებისა, რომლებიც ამას ღებულობს სათავისოდ, თქვათ იქ არ მიწერენ ნიშანს, მოდი არა უშავს გამოუძვრები. ნიშან დამოკიდებულება. კი, ეს ჩვენ ხო ინდიკატორი გვაქვს მშობლებს რაღაცნაირი, თუმცა საზომია ეგ ჩვენი და ძალიან კარგია ასევე ის კომენტარის სახით რომ გებულობს ჩემ შულს რაში აქვს პრობლემა, არა ვთქვათ ცხრიანი გავიგე ან რუიანი ან რაღაც კონკრეტული ნიშანი. ხო უნდა ვიცოდე იქ რატომ მიიღო ეს ნიშანი. იქ ძალიან კარგად ვხედავ, წავიკითხე, ვერ წარმოგიდგენთ როგორ ველოდები ყველა კომენტარს. წავიკითხე, გავიგე იქ რაში გვაქვს პრობლემა. ნუ ვაგვარებთ, ვერ ვაგვარებთ, რაღაცა ვცდილობთ რომ ამაზე ვიმუშაოთ. ეს მიდგომა ძალიან კარგია და აღსანიშნავია ის რომ ანუ ამ 12-11 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა სკოლის მიდგომა ბავშვებისადმი.
რა თქმა უნდა მოერგო იმ საზოგადოებას, რომელიც მას ყავს, თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუნდაც დამოკიდებულებით და რაღაცა ხედავ რომ მასწავლებელი უკვე ბავშვისთვის საინტერესო ადამიანი ხდება და არა ის ვინც იქ ხდება და რაღაც მოთხოვს რაღაცას, ან ჩააბარებს ან ვერა და რაღაც უინტერესო უბრალოდ საგნის მასწავლებელი. ხო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კი ზუსტად ეგ არის. და რაღაცა ბავშვებიც სხვანაირად მოაზროვნებენ და ამას ძალიან მივესალმები. სხვანაირად აზროვნებენ და ფიქრობენ უკვე სკოლის მიმართაც დამოკიდებულება აქვს ძალიან ესეთი შეცვლილი. ძალიან გასახარი. და მიხარი. ხო, ეგ მადლობა და ეს ერთგივი შედეგია და პროცესია უფრო სწორად, იმიტომ რომ განვითარებადია მუდმივად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი შეფასებასთან დაკავშირებით მეც დავამატებ, რომ რეალურად სწავლება და შეფასება ერთ და იგივე პროცესად უნდა აღვიქვათ, ხო? ანუ ადრე და ზოგადად როგორ არის მიღებული სამწუხაროდ, რომ შეფასების ფუნქცია ყოველთვის იყო სამწუხაროდ ბავშვის გამოჭერა, ანუ აი გამოვიჭირე რაღაცა არის და დაუწერე ქულა ნიშანი, ხო? და მუდმივად და მერე ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ ბავშვებს ნიშნებით, ქულებით, სკოლა, მასწავლებელი ზოგადად ვიზახი, ჩვენ სკოლაზე არ ვიზახი, მანიპულირებდით ხოლმე და მე ბავშვებს ვაბრალებდით, რომ თქვენ ნიშნებზე ხართ დამოკიდებული და საწყისის ყოველთვის მოდის ეს სკოლიდან მასწავლებლის გახო თუ არის სწავლი, ახლა 200-ს დაგიწერ, 200-ს დაგიწერ, მშობელი რას კეტყვის და ასე შემდეგ უკეთ. ეს პარადიგმა რო შეიცვალოს, მნიშვნელოვანი არის, რომ სასწავლო პროცესში მუდმივი უკავშირი გქონდეს მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, ეს დიალოგი იყოს და ეს განმავითარებელი კომენტარი და შეფასებაც ეს დიალოგია ზუსტად რა, აი ეს გამოსდის კარგად ხოჭაღი, იმიტომ რომ ეს რაღაცები იმუშავა, ამაზე გაამახვილა ყურადღება, რაც არ გამოგდის, იმიტომ არ გამოგდის, რომ რაღაცებზე არ გაამახვილა ყურადღება და მოდი რა გავაკეთოთ, რომ მეტი мотиваცია გქონდეს. აი ეს უკვე მაგალი თამასაა, ხო, ერთად როცა გადაწყვეტენ ხოლმე მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე, რა გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო მოტივირებულები ვიყოთ, რომ უფრო მეტი რაღაც შევეცოთ და ეს პროცესი ერთიანი პროცესია, დიალოგია ჩვეულებრივი რა. კი, და ამაში დაყრდნობით ეს ახლა რამდენიმე წელია დამკვიდრდა და იმას ვიზახი, რომ ეს უფრო თვალსაჩინო იქნება დამწყებთათვის, იმიტომ რომ იმათ არ ქონათ ის გარემო და ახალში არ მოვიდნენ, ასე დაიწყეს და მაგალითად ცოტა ჯერ პროცესში არიან. უბრალოდ ეს სწორია როგორც მორალურად და ჰუმანურად გამართლებული, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავუზრდოთ, ჩვენ ვართ მოსწავლის მხარე, ეს მოსწავლისკენ და არა მის გამოსაჭერად ან დასაჭერად. ზუსტად ეგ არის. პრაგმატულადაც სწორია, იმიტომ რომ რეალური ნამდვილი შედეგი, რომ ბავშვი განვითარდეს და ცოდნა შეიძინოს, ასე დგება, ხო? შეიძლება უფრო ხანგრძლივია, შეიძლება ცოტათი დამღლელიცაა, იმიტომ რომ ეს მუდმივი დიალოგი ძალიან ეს ძალიან დამღლელია ბავშვისთვის, არა, ბავშვთვის საინტერესოა, მასწავლებლისთვის არის ძალიან დამღლელია რაღაც შეთვის დაზოთხული, დაზაპირებული რაღაც მოუყვე, იმისგან მოისმინო და შეფასება გააკეთო. კი, მაგრამ თუ არ სწავლა დაგვაქვს მიზანი რა გვაქვს, მიზანი თუ ბავშვის განვითარება, ну, გასაგებია ასეა, ეს გზა არის, ნათელი. მას ყველა ვერ არის მასწავლებელი რა თქმა უნდა, ფსიქომოწოდებით უნდა იყოს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და გააკეთო რა თქმა უნდა, მარტივი პროფესია ნამდვილად არ არის. ურთულესი პროფესია და ყველაზე დაუფასებელია ნამდვილად, იმიტომ რომ მასწავლებელს დაფასება და აღიარება ჭირდება, აი ეს უეჭველი და ჩვენც რატომღაც საქართველოს ძალიან პოპულარულია მასწავლებლების კომპეტენციებზე ყურადღების გამოხილვა, რომ აი რაღაც არ შეუძლია, აი თითქოს სხვა სფეროში ყველა ძალიან მაგარი იყოს და მასწავლებლებში იყოს მარტო. სინამდვილეში ეს არ არის და მასწავლებელსაც ჭირდება როგორც მოსწავლის мотиваცია, მასწავლებელსაც ჭირდება мотиваცია, ანუ ისიც უნდა გრძნობდეს, რომ მასზე ზრუნავენ, კეთილგანწყობილები არიან. ეს ძალიან პრაზდებით ხოლმე რაღაცებზე მშობლები რომ მასწავლებელმა ასე რატო გააკეთა, შეიძლება ისე გააკეთა. ნუ ადვილია სხვის დანაშაულება ზოგადად ესეა, ვიდრე ჩვენში ვიპოვოთ პრობლემა და კარგია თუ ეს არ იქნება სწორად ამაზე ვსაუბრობდით. კარგია თუ ერთმანეთში რაღაც პრობლემებს კი არ ვიპოვეთ. პირიქით პრობლემებზე ერთად ვისაუბრებთ და ნუ აღარ დადგება ეს პრობლემა. ერთად ვიპოვით, ხო, და ერთად ვიმოქმედებთ, მე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოლება ძალიან ბევრი, კარგი, შემდგარი და საინტერესო თაობა, რომლებიც განავითარებენ ჩვენს ქვეყანას და მთელ სოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის და საინტერესო აზრების გაზიარებისთვის. დაგემშვიდობებით, დაგებრუნდებით შემდეგ ეპიზოდებში. კარგად სანდებოდით.